ახლა მე ბავშვების აღზრდის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ პირადი მაგალითი ძალიან ბევრს აკეთებს, უფრო მეც იზამს პირადი მაგალითი, ვიდრე თქვა 100-ჯერ რო უთხრა ბავშვს ერთი და იგივე. ხო და ეს თქვა ჩემი მოგზაურობა და საერთოდ ზღვაზე გაზდა ბავშვი, თუ არის მაგის საშუალება და პირობები, ხო, ზღვის ქალაქებში, თქვა ფოჩი, ბათუმში, სოხუმში და ჩვენ ქალაქებში, საზღვაო ქალაქებში აუცილებელია, მე მგონი აფროსნების განვითარება. იმიტომ რომ ზღვაში მაინც ჩამოყალიბდება ნორმალური ადამიანი, რაც თავარია. მე არ ვამბობ, რომ აი თქვა უაღრესად ვაშკაცი და გადასარევი ძილობიანი. ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი გაიზრდება ზღვაში, მე მგონი ასე თუ ვატარეთ ბავშვები კრესერული ნავებით, ოლიმპიური ნავებით. აი კრესერულ ნავზე აღზრდას ბავშვის აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მგონი, იმიტომ რომ ამისთან ნავზე როგორც ბავშვები, ისე დიდებიც იქნებიან. დიდები უჩვენებენ ბავშვებს მაგალითს და აი გაზრდის და აღზრდის საკითხში მე მგონი დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევ ვიმეორებ, არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი აზრით ასეა. კაპიტანი ნუგზარ კიკნაძე ბავშვების ოცნებას ზრდასრულ ასაკში 12 წლის განმავლობაში ახორციელებდა. რამდენ ბავშვს და არა მარტო ბავშვს უოცნებია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. მოგზაურობის თემაზე უამრავი წიგნი დაწერილა, უამრავი ფილმია გადაღებული და ყოველივე ამის გაცნობის შემდეგ თითქმის ყველა ბავშვი ერთნაირი სენით ავადდება და მოზარდებისათვის რამხელა ბედნიერებაა რეალობაში იხილოს ის ადამიანები, რომლებიც ოცნების ასრულების გზაზე დგანან, რომელ ბიჭუნას არ შეშურდება მათი. თქვენთან საუბარი უნდა. სიამოვნებით. თქვენ გულში როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მოიაროთ ეს 220 ქვეყანა? მე მგონი დარწმუნებული ვარ, რომ მოვილი და იმიტომ გავბედე და მივდივარ. თქვენ ბატონო ჯუმბერ უდაბნოში რაფერ უნდა გაიარო, იქ შეიძლება რამე იგი ღმერთმა დაიპაროს და თქვენთან მშვიდობა რამე მიწა უცბად ჩავარდეს. იქ რაფერ საშინელება რომ არ შეგეშინდება? იქ ბევრი მაქვს საკითხული უდაბნოების შესახებ. იქ წარმოქმნილი თქვათ საშიში პირობების შესახებ ბევრი მაქვს საკითხული და აქედან გამომდინარე მაქვს დამუშავებული სხვადასხვა მეთოდები ამ წინააღმდეგობების დაძლევის და ვფიქრობ რომ გამომადგება ის ჩემი ცოდნა. შეიძლება რა თქმა უნდა შემთხვევითობებიც იყოს ისეთი რომელიც მე არ მაქვს გათვალისწინებული, მაგრამ ეს ადგილზე გადაწყდება უკვე როგორ გადავლახო ასეთი წინააღმდეგობა. მართლა ველოსიპედით აპირებთ თუ იქ დაგეხმარებიან ზოგჯერ მანქანით მტარა თუ სულ ველოსიპედით? ეხლა რადგანაც მოგზაურობას ქვია ველოსიპედით მოგზაურობა, ესე იგი აკრძალულია სხვა ტრანსპორტის გამოყენება. გარდა საზღვაო ტრანსპორტისა, იმიტომ რომ მე მომიწევს ძალიან ბევრ სახელმწიფოებში გადასვლა წყლით, ზღვით, ესე იგი და აქ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ წყლის ტრანსპორტი. დანარჩენი ხმელეთზე მხოლოდ უნდა გამოვიყენოთ ტრანსპორტად ველოსიპედი, ან და ფეხი. ეს ძალიან კარგია ბატონო ჯურბერ, თქვენ რომ ასე ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სიხარული იქნება, რომ ქართველმა კაცმა მოიარა მთელი ქვეყანა. ეს თქვენ კარგი აზრი მოგივიდათ თავში. დიდი მადლობა.